მოგესალმებით გაგანია ტურისტულ სეზონში და გაცნობებთ რომ საქართველოში ბოლო 6 თვის განმავლობაში ტურისტების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა. გაიზარდებოდა, რა თქმა უნდა, მთელ მსოფლიოს აინტერესებს როგორი გემო აქვს შეღებილ ატამს. რამხელა ინტერესი გააჩინა იმ კაცმა ეს, რა გააკეთა. მოაწყდა ტურისტები ქვეყანას და მთლად ასეც არ შეიძლება. ასე თუ გაგრძელდა, საზღვრებზე მოგვიწევს კონტროლიორების დაყენება. მოითმინეთ, აი გავიდა 3 კაცი ქვეყნიდან, 3 შემოდით. სადედენები შემოვიდა. ისე ამდენი უცხოელი სტუმარი თუ ყავს, მაგათ არ უნდათ ჩვენი გადაცემის ყურება საინტერესოა. მოდი წაიკითხე მონოლოგი ინგლისურად მიგონებს. სუზაღა, ეგენი ქართულ სიტყვებს უფრო მარტივად გაიგებენ ვიდრე ჩვენს ინგლისურს ჩემს. მართლა მაგარია ამდენი ტურისტი რომ შემოდის, დიახ, სიამაყის ცრემლები მომდის. სიამაყის და შურის. შურის რა? რადგან მილიონობით უცხოელი ჩემს ქვეყანაში ისვენებს და მე ჯერ კიდევ მუშაობ. და ჩვენ რატომ მუშაობთ ისევ? ხო შეიძლება რომელიმე ქვეყნის ტურისტული რაოდენობის გაზრდაში ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა, აღარ არის დრო. კარგი, მოვჩეთ სეზონს არა, წუწუს. თან რამ დაგღალდა ეს მაინტერესებს, მით უმეტეს როცა ჩვენ შოუში დოლ გარმონზე უკრავს და კეიფის განწყობაზე გვაყენებს ქსოვრებები და გადაღლილი გიორგი სოშიტაშვილი. გენაცვალეთ ჩემო დასვენებულო მეგობრებო. მოგეხსენებათ ქვეყანაში მაგარი სიცხეებია და მთაწმინდის პარკში ნაყინის ფესტივალი გაიმართა. უბრალოდ სწორად ჯენზი თაობისთვის გაიმართა აისკრიმ ფესტივალი და უფროსი თაობისთვის მაროჟნების ჭამა. როდის გაიმართა? კვირა 13 ივლისს. ერთი დღე რას ეყოფა? ისეთ სიცხეები ამ გორი სექტორის ბოლომდე ნაყინის ფესტივალი უნდა იყოს, თან მაგრადი იყო პრინცში. კი ბატონო, კარგი, ზაფხულში გაერთდნენ ბავშვები, მაგრამ ზამთარში რა უნდა ქნას? ზამთარში ბამბის ნაყინის ფესტივალს ჩავატარებთ. აბა როგორ? მართალია. აბა ზამთარში ჩატარდეს ჩვეულებრივი ნაყინის ფესტივალი, მერე უნდა მიებას ყივანახველის ფესტივალი. ისე ჩვენს ბავშვობაშიც რომ ჩატარებული იყო ნაყინის ფესტივალი, კიდევ უფრო კარგად გამოვიყურებოდეთ შეიძლება, ხო? რა აზრი ქონდა ან შენ ვინ წამოგიყვანდა თერჯოლიდან, რა ვიცი, ან მეთელავიდან. ჩემთვის შევა სოფელში რომ მოტოციკლი ამოიხრიგინებდა და ყვიროდა ბროშ ის უმოიღო ნაყინის ფესტივალი ჩემთვის. წინა გადაცემაში ვახსენეთ, რომ მეტროს რეაბილიტაცია იგეგმება, რაც მეტრო ვარკეთილით დაიწყო და ეს სადგური 45 დღით დაიკეტა. ანუ ვარკეთილი მიწისზევით ხო ლამაზია და მიწის ქვევით კიდევ უფრო ლამაზი გახდება. უბრალოდ ვარკეთილის მოსახლეობა ცოტა დაბნეული. მეტრო არ გვაქვს, ასე გგონია, ვაკეში ვცხოვრობთ. თუმცა ხალხი მაინც ჩადის ვარკეთილის მეტროში, პოლიცია ეუბნება არ მუშაობს მეტრო და არაუშავს აქ კარგად გრილა და ფეხით გაუყვებით სამგორამდე. ამიტომ მეტროში ასე ცხადდება. მანარებელი მიდის სამგორამდე. ცოტაც მოითმინეთ, დარჩა 39 დღე, 38 დღე და ასე შემდეგ. სამაგეროდ იმ მონაკვეთზე ავტობუსები ემსახურება ხალხს და მათთვის ვისაც ნოსტალგია აქვს, მძღოლები ასე გამოაცხადებენ ავტობუსში. ყურადღება, კარები იკეტება, შემდეგი გაჩერება ვარკეთილი. ისე იმხელა ავტობუსები ყავს თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან კუდით რომ დააყენო, ცხვირი კი ექნება სამგორის მეტროსთან. შედი, გამიკარებინა და გამოდი წვიდან. აიგა. ვარკეთილზე გამახსენდა და იაპონიის ერთ-ერთ აეროპორტში დათვის შეპარვის გამო ფრენები გადაიდო. დათვი გადაიდათ შეიპარა, აი ვერ ვიგებ. ეთქობა, დაცვაში დათვევიყავ თან. არაუშავს. სამაგეროდ აეროპორტში სუვენირებისა და სასუსტაოების განყოფილებას დაემატა გასართობის სექცია სურათი და ახლა წარმოიდგინე პატარა ფრენაზე ხო გიждები შედ. გიждები. ისე გიყვარს და ის რო ეთქვათ კიდე დაბადებით ფრენა გადაიდო დათვიწებს ასაფრენ მილიქს. არა. სულ გადაირევოდი. კი ბატონო.
რატო გადავირეოდი? მე ფრენის მეშინია, დაცვის კი არ მეშინია. პირიქით გამეხარდება და რომ აღარ გავფრინდებოდით. აი ეს უკვე კარგი. ისე ლოგიკურად პირიქით უნდა მოხდარიყო, ხალხი ისეთი შეშინებული იყო, ფრენები უნდა დაემატებინათ პირიქით, რომ ბალე გაქცეულიყო. ერთი კაცი ყვიროდა თურმე ხალხო, ნუ გეშინიათ, არაფერს გიზამთ, ცირკის დათვია. ვერ ხედავთ აეროპორტში ველოსიპედით რო შემოვიდაო? თან ლაპარაკი ცოდნია ამ დათვს შესასვლელში უკითხავს თაფლის შეტანა შეიძლება სალონში ასე ლაპარაკობენ დათვალის კარგი მეყოფა მაიმუნობა გადავიდეთ სერიოზულ თემაზე კი ბატონო იყო სერიოზული თემა ჩინეთში ლაბუბუს თოჯინამ $150,000 მეტად გაიყიდა. ახლა ნაღდი ლაბუბუები იქნებოდა და მაგიტომ ყიდა ასე ძვირი, რა ვიცი. ეს რომ ბავშვმა მომთხოვოს, ხო ვერ გამასწრებს ახლა. ან რო უყიდო ეს თოჯინა და მეორე დღეს დაგახვედროს თავმოძრობილი და სკრებება მოყრიდი, როგორ ჩვენ ვაკეთებთ ბავშვობაში, ხო? ისე რომ ვფიქრდები $150,000 არაა ძვირი. არა ეს. მაგ ფაზად მაინც არაფერი მოგდის. აჰა, ერთი სახლი იყიდო აქ. ხო და კერძო სახლს ჩანთაში ჩადებ? ატარებ აკეთე? თოჯინას სადაც გინდა წაიღებ და ლაბუბუები. მე მგონი ამ ფაქტზე ახალი ფილმი უნდა გადაიღონ სახელწოდებით თოჯინები დაგვსინდა. გოგი. ხედავ რა ჭკვიანი ხარ შენ? ცოლი რო არ მოგყავს. ასეთი ძვირიანი თოჯინების ყიდვაც არ გიწევს ბავშვისთვის შესაბამისად. ეს სანამცოს მოიყვანს და ბავშვი ეყოლებათ, გაიაფთება ეგ ლაბუბუები და 120,000 დღე ეღირება და ეგ არის შეყავად. ერე აპარა, მერე უნდა დაყარო სახში. ისე კუბიკ რუბიკი 6 სიმანეთი ღირდა შევავშოვაში და ის არ ვიყიდეს ძვირიაო და. და კუბიკ რუბიკი რადგან ახსენეთ 11 წლის ჩინელმა ბავშვმა კუბიკ რუბიკი 4 წამში ააწყო და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. და კარგი ჯილდოც მიუღია. რა? ერთი სიტყვით ამ ბავშვმა კუბიკ რუბიკის აწყობით ცხოვრებაც აიწყო. 4 წამში როგორ ააწყო? ეთყობა არ იყო აშთლად. მე 4 წამი მარტო იმაზე ფიქში დამჭი და საიდან დამეწყო ეს. ერთი გამაიდა კუბიკ რუბიკი ხوارების გიგრიეთ. ჩემი გიორგი მოწესრიგებული. არ არსებულია კუბიკ რუბიკის გარეშე გერ გამოდის. რა უნდა მაგას იქნება მეც ვაწყობ შეხედე. ჩოწაგი. აბა წავიდა. ყველაფერი სადამახა მის ნერვი. რაგაცინებს ერთი სერვერო და რა პროდიუსერო მოგვიკარა. შენ რა გაგიგეთები ერთი 4 წამში მაინტერესებს. აქ მოგიყვე. მოუქნელი მოძრაობა საჭესთან და მე 2 წელი ვაკეთებ ტიმის მანქანა. წირო მიდიოდა 4 წამში 10 წამში და. ხო, კაი, ეს საკმარისებია არო. და ბოლოს ჩემო ძვირფასებო, ჩინეთმა შექმნა მწერის ზომის მიკროდრონები, რომლებიც დაზვერვისთვის გამოიყენება. ვიცა, იმ დღეს იმხელა ყოღორო დამაჯდა. შეიძლება დრონი იყო, ხა? ხედავ შენ, მე რომ მეგონა სის წოვდა თურმე ინფორმაცია მიქონდა ჩემგან. ანუ წუხელ რომ ყოღომ არ დამაძირა. ან ფესბეს აგენტი იყო ან ცერუს. როგორ უნდა გაარჩიო ის პატარა დრონი მწერისაგან, გინდა? ჩინელი თუ არ ჭამს, ესე იგი დრონი. სპატაში არის მაგ საქმეში იმერლების ხელით ურევია. ამ დრონის აწყობაზე ხონელები და ვანელები მუშაობდნენ. აი ისინი ერთმა რო რწყილი გაატყობა და მეორე მუთ რამდენი ქონი გაგეყოლებიაო. იხუმრე შენ და ქართველები უკვე მუშაობენ ამ დრონის გამარტივებულ ვერსიაზე. პირდაპირ
ბუზებს უმაგრებენ კაბერებს. ბუზს დაუმაგრდება და წავა. ისე ბიჭებო, აგერ ჩვენ მეგობრებს ოპერატორებს მიმართავ ამ ხელა კამერებს რო აწვალებთ, აკეთიკით. გადაიღეთ კოღუები. ოღონდ დააფარე პირზე ხელი ბზუილი არ შემოვა. ეთერში. რა ბზუილი აქ მგონი მიკროდრონი მოფრინდა, ხო? აი, სადროს, აი. თუ მართლა დრონი ხარ და გიღებთ, მაშინ შეგასწევთ რომ ჩვენ შოუში დოლგარმონზე უკრავს და кейფის განწყობაზე გვაყენებს ქსოვრელები და გიორგი შოშიტაშვილი. გაფრინდია ხა ჩაიტანი ამბავი ჩინეთში. ვირბასო ქალბატონებო და ბატონებო, ახლა ჩვენ შოუში სტუმრის დრო დადგა და ძალიან საინტერესო სტუმრები ჩემო პაატა დამეთანხმები ალბათ. გვინდა მოვიწვიოთ სტუდიაში არაჩვეულებრივი ადამიანები, არაჩვეულებრივი წყვილი, ჩვენი მეგობრები, საქართველოს მეგობრები. და არა მარტო საქართველოს მეგობრები. თოდმივა სალმოდ, გელა და ანუკი, დონაძეები. მადლობა ბიჭებო. აი მე ისეთი გოგო მიყვარს როგორ როგორი მადლობა. როგორი ვერსია იყო? არაჩვეულებრივი, საერთოდ ძველი ეს ტრადიციული ინსტრუმენტებით უნდა გავაკეთოთ ეს ახალი ვერსია და ამიტომ იმიტომაც ხარ ეს ნიჭიერი ხალხი. ვერდით. გადასარევი. არაჩვეულებრივი. ესე იგი, ჩემო სულგონია რომ უნდა გაუჩეკო მეფედა და ფალს გაუმარ. ჯოს. მოიცი, პირველ რიგში მადლობა ჩვენს მეგობრებს, რომ მართლა ძალიან დიდი ხნის მეგობრები ვართ და ახლა ამ ადამიანების ხებას არ დავიწყებ, იცნობს ისედაც. თუ კი ვინმე მაინც დარჩენილი და ახლა გადაწყვიტა ამოსვლა დედამიწის ზურგს. იმათვის ვამბობ, რომ კონტინენტზე უკვე. ხო. კონტინენტზე, ხო, და უსაყვარლესი და აი რანაირი შეგრძნება მაქვს, ხო იცი, სუბრაზე რო პატიჟებენ ადამიანებს და მარტო მოხვალ თუ მეუღლესთან ერთად. ამ ეტაპზე მეუღლესთან ერთად. ხო, ეგრეა. ის სიმღერაც გელას აქ ვერ თუ ორჯერ სამჯერ აქ ნამღერი, მარტო ოღონდ. ესეთი გოგო მიყვარს. ხო და როგორ მღერის, იცი? მე ისეთი გოგოები მიყვარს. არა, მანდ გამრავლებულიც. ჩემთან ერთად რომ მღერით, იმათაც ხო უყვართ თავიანთი გოგოები და ეხლა ერთად ჩვენ ისეთი გოგოები. ჩვენ ისეთი გოგოები ესე იგი, აი რა მე რამდენე შემოთავაზება იყო, მე თხოვნებზე გადავედი უკვე და მიხარია რომ მოახერხეთ, ამდენი გასტროლები გაქვთ. ღმერთმა გიმრავლოთ და კარგად ყველაზე გასტროლი ხა მიხარია რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად რაზე მწყდება, იცი გული რომ აი ჩვენი უფროსი თაობა რო ამბობდა ხოლმე და ხო შევსწრები ვართ და ჩვენც გვისაუბრია რომ რანაირად ვერ ახერხებდნენ ესე რო ენატრებათ ერთმანეთი და აი და რამდენი დრო გავიდა მართლა აღარ მინახი ხართ. ყველაფერი დაგვიძველდა. მაგრამ მეგობრობა ძველი ჯობია. აუცილებლად არის. ურმარილი ახალი. რა როგორი სიტუაცია დაგხვდა, ისევ ისე არის ტელევიზია, საგრიმიო ამბები. საოცარი, ესე იგი, ეხლაც რო შემოვდიოდი ისეთი საყვარელი ეპიზოდი მომენტი იყო რა, რაღაცა ხო ჯერ მოდიხარ ხო სუ ფუსფუსია, სუ შრომა, სუ გადაღებაა და ალბათ გადაღების პროცესიდან გოგონა შემოვიდა საგრიმიოროში. ალბათ კი არა, ასე იყო, იმიტომ რომ რაღაცნაირი სპეციალური ტანის ამოსიეცვა და კოსტიუმი და ქვემოთ კალოში და ეს რაღაცა და თუ გავაკეთებ რა. სოფოზე ამოვს. ტანსი არა, სხვანაირად არ გამოვა. და შემოვიდა და სადაც მაკიაჟს უკეთებენ ანუკის და მოძრაობა არის ასეთი. პუდრი დამიმატე რა, ესე უნდა. გამომატა და კარგად ვიყავით და ისიც წავიდა. როლში შემოვიდა და როლში და ხო შეიძლება პუდრი დამიმატე. რა და უკრომზია გააკეთა და როგორ ზუსტად ჩაჯდა. გავდა. შენ იხელა გააკ დაღველა.
რაღაცა ხო შეიძლებოდა რომ გამოსულიყო, ჩვეულებრივ წასულიყო და ისევ იმ როლში. იცი რა მითხარი, თქვენ უმეტესი ნაწილი უკვე ერთად ხართ რა, მარტო გიწევთ რაღაცნაირად ის და სვავს კიდე. სხვათა შორის აღარ. არა? აი ამ ბოლო გასტროლზე გავქნა. შემდეგ სადაც ნასოვი იმდენჯერმა ჩამოფრინდა. რაღაცა გარჭობილი ფეხში აღარ დალიო. ხო, რაღაცა და გადმოვიდა ეხა ჯასაღ არა, ხო, ცხოვრების წესზე და ბოლო უკვე ერთი გასტროლი აღარ ბოლო დაულევი. ერთი გასტროლი. გიო, მე ვიცნობ ორ ადამიანს, რომელსაც შეუძლია იყოს თამადა და ვერავინ ვერ გაიგოს ისე იქცეოდეს, აი ნელ-ნელა რო კაცი სვავს, ხო იცი და ნელ-ნელა რო თრობაში შედის და ადამიანი რომელიც ჩვენთან ერთად კეიფობს და იწყებს ისეთი სიმღერებით და მე ზარხოში რო ხარ და რაღაცა კეიფობს რო ეს თამადა არის ნიკა და ეს მომღერალი არის გეო. იმიტომ რომ გურჯაანში ვიყავით ხდება ხოლმე ასე პატეცული. არა. გურჯაანში წავიყვანებათ. იცი როგორი ამბავი არო. წამოვსდა რომ ვიყვარს იქაურობა განათლათბასია, მაგრამ საქმე სჭირდება და გადაცემას. გიჟდები თქვენზე. ოქროს ადამიანთან. ლადოს ლაშულთან მოვიკითხე. სიყვარულით ჩვენ. გელას გვერდით ვზივარ. ну, შერი ვარ, რა თქმა უნდა. და ეხა მელაპარაკება გესმის შენ და როგორ მელაპარაკება, იცი? ნელ-ნელა თრება. ხო, აი ნელ-ნელა და ფიქრობ რომ არ დალიო მეთქი ამდენი გზაზე უნდა. არაო, მე ვრჩებიო და გადავწყვიტე რომ დალევს რა ბოლომდე და ასეც შეგენაცვალ თავის კოცნებით პატიკო ჩვენი ძმა ხოიც თვალმა ხალხმა და გამოვედი გაი თაბა კარგად იყავი და გამოვალო რა მოუწევო გამოვედი გაი და ნეტა ერთი მანე დაიშალო და აღარ შემიძლია და მეთქი შენ ფხიზელი ხარ არტისტი არანორმალი არა ეხლა და დაშლას არ ქონდა აზრი ვწებოდით ალბათ არ. კარგი, გურჯაანი და გადავიდეთ ახლა ცოტა მოშორებით იქვე ამერიკაში და კანადაში იყავით. აში გურჯაანი და როგორ გადახვიდე იცი მიჩიგანში. სვადაჟორის იყო კანადაში და ამერიკაში, კერძოდ მიჩიგანში. ჩვენ გვყავს მეგობარი ამერიკაში, რომელიც წარმოშობით მატნიდან არის, სოფელი მატნიდან და კახეთიდან და ვეუბნები ახმეტის დალიკო მოვიკითხავ დიდი სიყვარულით და არის და მანჰეტენზე ცხოვრობდა და გადავიდა და მე ვთხარი მატნიდან პირდაპირ მანჰეტენზე მატანი. სვადაჟორის ჩემო პატარა, რა მინდა რომ გითხრათ რა, ჩვენ ზვირფას ტელემაყურებლებს მინდა უთხრა, შეგიძლიათ აგერ ჩემი გელა და ანუკა კარგად შეათვალიეროთ და უბრალოდ იმიტომ გეუბნები როგორ გამოიყურება ადამიანები, რომლებიც ამერიკიდან დაბრუნდნენ. თავისნებით. კარგი იყო. ყველას მოგვიყევით რა რამე ამერიკაში. ძალიან კარგი იყო, რა თქმა უნდა, საინტერესო იყო, იმიტომ რომ პირველი თითქმის მე მგონი ნამდვილად პირველი კონცერტი ჩატარდა კანადაში, სადაც დაგვხვდა არაჩვეულებრივი ოჯახი, ვინც გვიმასპინძლა და დაორგანიზა და შემდეგ მთელი დიასპორა, რომელიც ასევე გამოხატავდა დიდ სითბოს, დიდ სიყვარულს და ყველას დიდი სიყვარული. თავისი 4 შვილიშვილები და მეგობრები და ნატალია ნუცად და რა ვიცი სულ ყველას. ძალიან დიდი სიყვარული. კანადაშიც ბევრი ქართველია, ბევრი. კი, ბევრი ქართველია, მოწყარიც და ყველა. მამა თომა, რომელიც დაკვდა და რომელიც არაჩვეულებრივი ადამიანია და ყველაზე მთავარი მინდა აღვნიშნო, ერთ მუშტად შეკრული ადამიანები, ჩვენი თანამემამულეები, აი ეს რაღაცნაირი ერთ ოჯახობა დაგვახვედრეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის მათი ოჯახების დამსახურება, თვითონ ამ პიროვნებების და რა თქმა უნდა მამა თომასი, რომელიც ამ ადამიანებს ესე კრავს და ძალიან დიდი. ალბათ ეგრეც უნდა იყოს. ასე უნდა იყოს და ამ ეს ერთობა კიდევ ალბათ აძლიერებს და აძლებინებთ მან. და ყველას უსურვებთ რომ დაბრუნდნენ ჩვენ სამშობლოში. დავათვალიერეთ ნიაგარა ვნახეთ გადასარევი და გენაცვალე. ოდნავ დიდია ყვირილაზე. ოდნავ დიდია.
ის იყო რა ქვია ავიკაპიწეს და ჩასწომიდა მაგრამ არ ჩაგიშელ ხო აი ის იყო ცენტი იყო გამული რამდენჯერ მქონდა რა ამისი საშუალება გულისხმობ რაღაცა მიწევას და მე ფრენასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემები მაქვს და განსაკუთრებით ხანგრძლივი დროა 3 საათამდე შემიძლია რა ვიფიქრო 2 თვით ადრე და ვერადე ძალიან ისე არ მინდა რომ ისე გამოვიდეს რომ არ ვნახო რა ხო და უნდა დაგეგმო და ერთად წავიდეთ და ისე გაფრენდ სულ ჭიქ-ჭიქ სიმღერით რომ აი ვერ იგრძნობ რა ეგერაც გავდივართ უკვე ამით ახლა ჩვენ დღევანდელი იცი რა მითხარი შენ აი ესეთი აკვარანსხი კაცი ხარ რაღაცა ისტორია ვიცი მე შენი ძმაკაცი ლამაზი გოგოს ამბავი რაღაცა და მოგვიყევი რა ხო ის ყველა გასტროლს ახლავს თავისი ისტორია ან ისტორიები და რაღაცა ეს იყო ისეთი ისტორიები დახუნძული რომელსაც ახლა საერთოდ ვერ ყვები ისეთ რაღაცებს რა დაანშინაურული ამბებია და ყველაფერს ვერ ყვები გასაგებია ამ ყველაფრიდან ერთი ისტორია აი ხა წამოსვლის წინ შეგვემთხვა და ამის არ მოყოლა არ გამოვა ჩემი მეგობარი ვის ოჯახში ჩვენ ცხოვრობთ ეს არის ჩვენი მასპინძლები ქართული ესე რომ ვთქვათ სახლის დიასპორის სახლის ხელმძღვანელი ქალბატონი ინა ასანიძე ჩვენი ოჯახის წევრია რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების გარდა ევროპის მასშტაბით ასევე არის ამ დიასპორის სახლის ხელმძღვანელი ქალბატონი ინა ასანიძე და მისი შვილი ბუგა ოსიძე არის არაჩვეულებრივი ჩვენი ძმაკაცი აი უსაყვარლესი ჩემი ძმა და მოკლედ წავედით ჯორჯიან პროდუქშენის ხელმძღვანელი მაგრამ არაჩვეულებრივი ორგანიზაციაა და მისი ხელმძღვანელია ბუგა და ესე იგი წავედით რესტორანში. შევედით რესტორანში და იქ თავიანთი წესები აქვს. მენეჯერი მოდის და რეზერვებული უნდა კონდეს, დაჯავშნილი მე იქ უნდა გაგანაწილონ. ეს პირდაპირ ჩვენთან როა დაждები და რაღაცა თავისი ამბავი აქვს და შევედი და უცებ ბუგა დგას ლამაზ გოგოსთან ერთად. შევხედე ძალიან ლამაზი გოგოა. აი ძალიან ლამაზი. მეტის მეტად და სელფით გადაიღო და დაშორდა. მაპარაკო მე სელფი გადაიღო და დაშორდა და გადაიღო და წავიდა ეს გოგო და ვეკითხები კაცო ვინ იყო მეთქი ეს ძალიან ლამაზი გოგო თქო და არავინ ისეთია კაცო აიო საფხულობით თუ ჩოხატაურში ჩავდიოდიო იქედან არისო იქედაც ვისვენებდი თუ კაცო რა ჩოხატაურში ჩავდიოდი მეთქი ეს ქართველი არ არის ეს კალი გოგო და რა აი და გავიდა 1-2 წუთი ხმას არიღებს და ნახევ ინსტაგრამზეო სტორი დავდეო და ნახე და შევედი და ადრიანა ლიმა ადრიანა ლიმა და მე ვუთხარი შენ და ადრიანა ჩოხატაურში და ჩოხატაურელი ადრიანა ლიმა ისე მეც მოუყარი ერთხელ ჩოხატაურში მივამსგავსე მეთქე ადრიანა გამაგიჟე და ფოტო ინსტაგრამზე თან რამაგრა ჩამიტარა იცი რომ ხო იყო რაღაცა ან ინტრიგა მერესთვის მოიტოვებინა და 1-3 წუთში ვიდეო და კაი მითაგული ყავს იგარ ადრიანა გავიდა რაღაცა რანგლერი ჯიპში ჩაჯდა ვიღაც ხვარმა მოაკითხა წავიდა კაი მე ვთხარი ჩოხატაურელი შენ თუ დაგემართებოდა ეგ ჩოხატაურელი რომელ ქალაქებში იყო კონცერტები ესე იგი პირველი დავიწყეთ კანადით როგორც ვთქვი ტორონტოში შემდეგ გავემგზავრეთ დაუბრუნდით შტატებში და გადავფრინდით ჯორჯიას შტატში ატლანტაში სადაც სტარდება უკვე მეოთხედ ქართული სული ესეთი ფესტივალი ნინა იყო ჩვენი მასპინძელი და ქართული ფერხორცი გელას და შენი სული ხო შეცვალეთ სახელი ალბათ ქართული სულით ხორცამდე იქაც რა თქმა უნდა გაიმართა კონცერტი იყვნენ ქართველი მოცეკვავები ოღონდ ადგილობრივი ბავშვები რომლებიც გასtildeები ისე ცეკვავენ რომ აი ცრემლები მოგადგება იყო ჩვენება მარიგოლდის კოსტიუმების ქართული ტრადიციული საქვერწილო აი რაღაც ძალიან ბევრი ქართული მომღერლები ჩვენი მეგობრები ბექა ხო გოგიტა აი მოკა ძალიან ქართული გარემო იყო ეს რატო გითხეთ ხო მიხვდით რაღაცა პატარა ისეთი ამბავი შეგემთხათ და ეს მაინტერესებს რა. მოკეთ მომხრე. მოყვება ამას რაღაც ამბები იცით. მონოლოგი არ მოგისმენია თქვენ პატარა დრონები რო გააკეთეთ ჩინელებმა მწერები. ხო და მიდახმებოდა ხო?
მოკეთ, უნდა გამოფრინდეთ უკვე მეორე დღეს, იმიტომ რომ გვაქვს ფილადელფიაში კონცერტი და ჩავსხედით თვითმფრინავში. გამია. 2 საათი ვისხედით. მოვფრინავ ჯორჯია და ხო ატლანტადან და ისე მოხდა რომ 2 საათი გვაყურყუტა სამ თვითმფრინავში. ან ეს თვითმფრინავი დაიძრება. შემოდიან რაღაცა შევაკეთებ თო გითხეთ ჩვენ გული მაგახეთ. შევაკეთებ რო ეთქვათ ჩემთვის. 2 საათში გითხეს რომ ვეღარ შევაკეთეთო. ჩამობძალი. ანუ მე თაღლილი ვარ, ჩამეძინე და ანუკას ვეუბნები რომ გამაგვიზა ანუკამ უკვე ჩასვლის დროა და ჩავფრინდით მე ვუთხარი არა იქ მოვდივარ. ვერ შევაკეთეთო გითხეს. პილოტი გამოდის ასე, არ გამოდის არა აოტიანია ხელები რა. და უკავია შარავოები. ზუსტად. ოქრო, კარგი. ზუსტად ესე იყოს. აი მე გამოგცეს ამ თვითმფრინავიდან 24 საათში გაფრიდებით. რას ვიფიქრებდი გამწარებული ჩამოვსვეს ამაზე თუ ასე ვიცინებდი. ჩამოვსვეს და 24 საათში გაფრინდებით. მომისვინე მე რა მაინტერესებს ეს როგორ ბედა ვაქშე რო ჩამოვსვი თვითმფრინავიდან. მე რამე კომპენსაცია რა ქვია? რა იყო კომპენსაცია? კომპენსაცია იყო გული არ მართლა მაგარი კომპენსაცია იყო და მე ჯერ ხო გაუბრაზდი ამ თვითმფრინავის ამბავს. ხო, ნუ კონცერტი მე ლოცავდი რომ მეთქი რომ ხო, კონცერტი ჩაგუბრა. ყარას და მესის თამაშზე ატლანტაში დავესწარი. მაგარი. მოვიგეთ თან ესეთი საოცარი ისტორიული ამბავი იყო. ქართველები საკმაოდ ბლომად წავედი. ეგ არის აი მას ქვია ბედის შემოქმედებითი ჯგუფი. დავემგზავრეთ. ჯერ ყველაზე მაგარი იყო რომ დავრეკე მომაკითხეთ მე ვუთხარი აეროპორტში ვარ ისე და უხშეგენაც და პირდაპირ განა იმას დარდობდი კომპენსაციას ხო არას თამაშზე ბილეთები ხო არის დარჩენილი თქო მართლა აი ეს უნდა მეკითხა ანუ ესე ადვილად იყო არის ადვილად მაგრამ ნუ 2 ბილეთი მოვასწარეთ და მაგრამ ქართველები ახლა მაგრამ პატა აი მერსედესის სტადიონის ძირში თეთრი დროშით გარეკახურს ხედავდა. შეგენა აბარასია. ეკასთან ერთად გოგინაშვილი რომელიც ამერიკაში მოღვაწეობს მომღერალი დააცხეს გარეკახური და აი ამ განწყობით შევედით მერსედესის სტადიონზე და მოიგო გენაცვალე. კომპენსაციაც მივიღე. კარგია. მე უნდა გადმოხტარიყავ ისედაც ზაძურის თეთრნავიდან და როარ გაფრინდა თლადუკე. საქართველოში არაპირებთ რომ მოიარეთ სოფლიო რამე გეგმები რა გაქვს. უახლოესი ქალაქი მომახსენეთ. ესე იგი იმერეთი ძალიან გვიყვარს, გურიაც ძალიან გვიყვარს, მაგრამ მაინც კახეთში მივდივართ უახლოესი. შეგენაცვალე, აბა რა. გვაქვს კახეთში გაიგე ნიკოლოზ. 25-26 იყალთო და ყვარელი. ყვარელი, ხო, ილიაურში ყვარელი. ხო, მეტყვი რომ ახლა ლოგიკურია კახეთში და დასავლეთში ნამყოფი ხართ უკვე და ისეთი დასავლეთში თუმცა აუცილებლად ერთი კიდე გაიმეორე ვერ გავიგე სათხარ ზუსტად 26-25 სად არის? 25 იყალთოში. იყალთო, 26 ყვარელი. ყვარელი ილიაურში რესტორანი. ამიტომ მოვეფერებით კახეთსა მე რა თქმა უნდა იმერეთი გურია და აჭარა ასევე დასაგეგმდა და რაჭაში გვაქვს კიდე გეგმები. თუმცა ცოტა შორი გეგმა არის შემოდგომას. კი, ოქტომბერში მალტაზე გაიმართება ძალიან ისეთი დიდი ყოველწლიური დაჯილდოება, რომელსაც კლავ ქალბატონი ინა ასანიძე გეგმავს და ატარებს საქართველოში, მაგრამ წელს მალტაზე წარმატებული ემიგრანტების დაჯილდოება, სადაც გელაც დააჯილდოვებს და როგორც ვიცი, ძალიან ისეთი საამაყო ცნობილი სახეები იქნებიან ჩვენი ქვეყნის, რომლებიც მოღვაწეობენ საზღვარგარეთ, ვარსკვლავები და ემიგრანტებიო. საოცარი ადამიანები და ჩვენც გავემგზავრებით და დავაჯილდოვებთ და ვუმღერებთ. ვუმღერებთ, რაც ყველაზე მთავარი და წარმატებული ქართველები მიყავთ აქედან. აი, ამერიკიდან ჩამოდიან. ამერიკიდან ჩამოვლენ ძირითადად და ემიგრანტებია ლაპარაკიო. ხო. ანუ ჩვენ ორი ადგილი არა გაქვს. ორი კარგად აგაქვთ დანაირნაცადი. იქ ორი ბილეთი იშოვეთ. კი, გვექნება, პატა. ესე იგი მალტა რო ახსენეთ, რატო აღარ შემოვედი საუბარში? მე ნამყოფი ვარ მალტა. მართლა მე არა. მე პირველად. და მაგარია. აუ, რა კარგია. მე ვაპირებდი, მაგრამ ეს 4200 სიცხე. ვაი. შემოდგომა. ისეთ კარგი დროს აკეთ. არა, მე ვიყავი ცოტა ზაფხული. რაღაცა. იმათ ეს ისტორია ვიცი და მალტაზე ხო ქონა ჩასვლისურია იმერის სიცხე იყო
რომ დაგეკარგა. გადავიფიქრე, იმიტომ რომ მოგვაკითხა ბრძოლვა მეორე დღეს სხვა ბრძოლი იყო და ის სად არის და დაგვიშინ. დაადნა. აი, მალტა არის ჩემთვის აი მაგარი რაზეა საუბარი, მაგრამ სიცხესთან დაკავშირებული პრობლემები არ ქვია ჩემ პრობლემებს და იქ რაღაცა სხვა იმაში მოვხდი და აი საოცრე აღარც ღამე, აი როგორ დავნახე ყველაფერი იმ ოთახში სადაც ვიყავ. ოღონდ უმაგრესი ადგილია მართლა. ტელეფონში ნახე ხო? ეგ ვათვალიერებდი ხალიჩის ქვეშ რა აირით იყო დაგებული. არ გავსვა რასა და ერთი დღე გავეც სპექტაკლი უნდა გვეთამაშა რა გამორიცხული იყო და ეს სასტუმრო იყო აი ესეთ აღმართზე. აქ იყო ჩვენი სასტუმრო. ესე უნდა ამოსულიყავი და დავინახე რაღაცა ჩვენთვის ნაცნობი რაღაცა ფაიტონით ესე გასცენებს. მივედი იმ კაცს ვეუბნები თარჯიმანთან ერთად რა თქმა უნდა არ გეგონოს რაც არ ახლა საქართველოში ვისწავლე რამე ხოდა ვეუბნები ეს ხენები რომ ვიქირაო მეთქი და ამომიყვანოთ ხოლმე იქიდან ვიგინა ვერ ამონ მანქანები არ დადიოდა რა არა კაცო მაგ ეს როგორ ჩავხაო ცხელა ვა მე რა ვქნა მე ასე რომ ოქტომბერში იმედია რომ კარგი. ოქტომბერში გაწყდა დარეკილი აქვს სიგრილები იქნება მაგარია მაგარი ზღვის პროდუქტები აქვს ოხ ჩემი გაუჭირდება. საყვარელი. ჩემი სუსტი წერტილია მე ხო ის თევზი მიყვარს ყველანაირი ზღვაში რაც დაცურა არა. კი მიყვარს პირიქით და კატერიც მაგ ნაჯამი მოხარშო თან მაგარი. ჩემო უსაყვარლესებო ესე იგი თქვენი სტუმრობა ყოველთვის არის აქაც ისედაც და საერთოდ დაგვიძველდა ადამიანურად ეგეც ერთი ისტორია, თავარი ისტორია დაგვრჩა, თავარი. ანუ ისევ ფრენასთან კავშირშია რაღაცა. უკვე ჩამოსვლასთან კავშირშია, ჩამობზანებასთან. ხო. მოკლედ 8 ივლისს გაიმართა ჩვენი გენიალური კომპოზიტორი მარიკო კვალიაშვილის საოცარი საღამო ნიკოლოზ ბარათაშვილის ტატო დაიდგა, რომელიც აი არაჩვეულებრივად წარდგნენ. ნუ უამრავი ახალი ნაწარმოების შექმნა სპეციალურად კიდევ ახალი სახეებით და მოკლედ მთელი ამბავი ეს მზადება ამისთვის საკმაოდ სერიოზული და სანამ გავფრინდებოდით ჩვენ მონაწილეობას ვიღებდი და ამ სპექტაკლში მონაწილეობას ვიღებდი თამაშობ ალექსანდრე ჭავჭავაძეს. და ვასრულებ სიმღერას, ვხვდები თავაც და მთელი ეს ცოტა სავსე ალექსანდრე ჭავჭავაძე ნამდვილად. თანამედროვე გენერალი და მოჩოხაში ვარ და ეს ესენი გენერლის სამხრეებით და ესეთი ოქროს ლენტით და რაღაც გამზადებული. და ვიცით რომ დილას მოუფრინავთ გამთენისას და გამთენისას უნდა ჩამოვიდეთ ის 6 საათზე ვიცი და ანუ კი სანამ გამოფრინდები ბილეთ ჩახედა ანუ კი და 6 AM-ის მაგივრად წერია 6 PM-ი. ანუ საღამოს 6-ზე მოუფრინავთ და 7-ზე არის. სპექტაკლი იწყება 7 საათზე. ოპერის ამერიკიდან. როგორც არაბიცი. ოპერის დითიაჩია და რა ვქნათ ეხა და აი იმ ჩოხასაც ვერავის მოარგებ. ყველას დიდი ექნება. ჩოხის მორგებას იცი. ვადანსაცვლით გავიდოდა, მაგრამ ნუ აი ხო, ნუ მთელი მოკეთ თვითმფრინავი დავსვით ოპერის თეატრს. გადაიცა გელა და გავიდა. მევედი 8 ნახევარზე ზუსტად აი 7-ზე სპექტაკლი და 8 ნახევარზე უნდა გავსულიყო და 8 ნახევარზე უკვე სცენაზე ვიჯექი და პარდა აიწია. და აქეთ ეკა კვალიაშვილი აგეთ ჩვენი ნუგზარ კვაჭალი მონაწილეებით თბილისური კვარტეტი როიათა ლევა თელი ამბო. და უბრალოდ ფიქრობდი რომ ეს ცოტა ხნის ის ადვიყავი. ხო და ეხლა როგორ მოასწა ჩემ თავზე ვიცი მაგმერთის ყავობით მან ხო ნუ ეხა ყველაფერი მაგ ჩამოასწრო გადაჯდომაც ანუ ყველაფერი ზოგჯერ გელა როგორი მაგარი ადამიანია რომ ჭავჭავაძეც კი ნათამაშები აქვს და მაჯობა რა როლებში მაჯობა ჩემიც გელუკარი უსაშოროდ მაგარი მე და გელას სამაგერო შესაქმეს გააკეთებდი 10-იანზე კი ნამდვილად გააკეთა გვასახელა გელუკა მიყვარს ძალიან თქო რა იმიტომ რომ მე და გელას მაგალითად ლაპარაკში გაგვითენებია რა კიდე კაი გარვიყავი ესენი თვალები რომ ლაპარაკობენ რა კაი მოსასმენი იქნებოდა კაი ეს მღერო არ დაშვებოდი შიგადაში
არა, ერთ-ერთი ლაპარაკში თუ ზუბრაზე კი არა. ზუბრაზე გავიტანებია რომელია. მივხვდი. საუბარში ერთმანეთთან ურთიერთობაში, სიყვარულში და გაგებაში და ნუ ამატირება ხმები. დაგვიტენებია, დაგვიღამებია და ვიზე ლაპარაკობდნენ, საინტერესო არა. ბედიღბალდი. მე ხო მართლა რამდენიმე ჩემი შეფესე მაქვს ბედიღბალი და ქვეყნის რა მოგვიტანეთ დღეს? თქვენ მაინც აუცილებლად უნდა დააგვირგვინოთ სიმღერით და რა ხდება? აუცილებლად მოგიტანეთ ახალია ეს სიმღერა. რა თქმა უნდა, სიყვარულზეა. ავტორი ანუ კიცხვიტინიძეა. და ჩვენი ანუ კავლელიშვილის ლექსია. ოჰო. რომლის სიყვარულსაც ეძღვნება ეს სიმღერა. ანუ კონკრეტული მისამართია. კონკრეტულად ანუს და ვახოს სიყვარულს მიეძღვნა და ეხლა მოვასმენინებთ თქვენს მსმენელს. მოვიკითხოთ აქედან დიდი სიყვარული. ეხლა ნიჭიერი ადამიანი და მაინტერესებს რატაშ არაჩვეულებრივი ლექსები აქვს? კი, არაჩვეულებრივი. შეცდები ხართ ჩემთან ერთად ამ და სიამოვნებას კიდე შევესწრებით ბევრჯერ კი ერთად. კაცო, აბარა ყველაფერი წინა, მაგრამ საინტერესო იქნება მუსიკალური ვერსია შენი ამბები ჩატარებული რა იქნება? აი ნახოთ. არანჟირება ვთქვათ რომ არის ჩვენი საოცარი რომა გიორგაძის რომა გიორგაძის ჩვენი მეგობარი დიდი და მარიკა კაცარავამ შეავლა თავისი ჯადოსნური ხელი და მოკეთ. არაჩვეულებრივი ადამიანები ჩამოთვალეთ. გენაცვალე. მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა ძალიან გვიყვარხართ. ჩვენ ძალიან გვიყვართ. და მინდა დაგიტოვოთ მართლა ყველასთვის საყვარელი წყვილი პირველ რიგში და მე უნიჭერესი ადამიანები და როგორც თავში ვთქვით, თქვენი და ჩვენი მეგობრები. ხო? გამწიო. ჩუკიდილის გაზაფხული მომიყვანე ციდან ჩემთვის ანთებული მზის ხიბები მომიბარე და მიძახე შენი მოსვლი ცის კიდეზე ამიყვანე ზღაპრებისთვის დაწერილი სიყვარული მომიდანე გაზაფხულის მოსვლა შენახარ სიყვარულის აღმაფრენა ხანძის ფილიქზე მინდა ვიბრინო შენგან ერთად ჩემი გული ოქროს ფრთიანი შენ მაჩუქე დილამზიანი სიყვარულს ვუმღერო სიყვარულს ვუმღეროთ ერთად გავწინდება ზაზე ცხრა თვალამზე შენი მზერა რა ქურდულად მომიბარე დათებერული სიყვარებში გაზაფხული მოგიყვანე და მიძახე შენი მოსვლი ცის კიდეზე ამიყვანე ზღაპრებისთვის დაწერილი სიყვარული მომიდანე გაზაფხულის მოსვლა შენახარ სიყვარულის აღმაფრენა ხანძის ფილიქზე მინდა ვიბრინო შენთან ერთად ჩემი გული ოქროს ფრთიანი შენ მაჩუქე დილამზიანი სიყვარულს ვუმღერო სიყვარულს ვუმღეროთ ერთად გავწინდება ზაზე ცხრა თვალამზე გაზაფხულის მოსვლა შენახარ სიყვარულის აღმაფრენა ხანძის ფილიქზე მინდა ვიბრინო შენგან ერთად ჩემი გული ოქროს ფრთიანი შენ მაჩუქე დილამზიანი სიყვარულს ვუმღერო სიყვარულს ვუმღეროთ ერთად გავწინდება ზაზე ცხრა თვალამზე გაზაფხულის მოსვლა შენახარ სიყვარულის აღმაფრენა ჩემო ძირფასებო როგორც მოგეხსენება ჩვენს გადაცემაში არც თუ ისე იშვიათად არიან ადამიანები რომლებიც
შეიძლება ბევრი ადამიანისთვის ნაცნობია, მაგრამ მაინც ჩვენ გადავწყვეტთ ხოლმე რომ მივეხმაროთ და ასპარეზი დაუთმოთ. ნიჭიერი ადამიანები არიან და ბევრი წახნაგით არის ეს ადამიანი ნიჭიერი, რომელიც ახლა სტუდიაში მინდა მოვიწიო. ჯერ არაჩვეულებრივი ადამიანია, კოლორიტი ბატონო სამტრედიის. მოკლედ, სამტრედია ხო გახსოვთ? თქვენ რა არ გახსოვთ? გუგა კობრავა სტუდიაში. ისე რაღა დაგიმარო და ველოსიპედით მეგონა რომ შემოვიდოდა. თუ ვინმე ახლა შემოგვიერთა, იმის თქვა მინდოდა რომ ეს მუსიკა ნაცნობია ბევრისთვის და მიხვდით ალბათ რომ გუგა არის გორიდან. სიმღერასთან ერთად თამადობა გამოდის. არა ვიძერო ადამიანზე იტყვის რომ თამადობა გამოსდისო, ესე იგი რაღაცა იცი. მაგ გამივარდა ეთყობა თუ აქნამდეც ჩამოვიდა ეს ხო? შეგენასვალი. აქნამდის ჩამოვიდა. ჩამოვიდა. რაღაცა სასმისი მაქვს როგორც იცი. ოხ, სასმისი აბა თუ დამრთებ ნებას კი ბატონო, კი ბატონო. აბა ეხლავე ჩემ მოძმაო. აბა ბევრნაირი სასმის დაგვილევია ხა ჩვენ. მე და ჩემი და რანაცვალე. მომეძალა სიყვარული ენძელას და იასი მინდა შევსვა სადღე გზელო ჩემი სამტრედიასი. შეგენაცვალე. შეგენაცვალე. ეს სასმისი სხვათა შორის სამტრედია ძმობისა და მეგობრობის ქალაქი ახლავთ, სტუმართ მოყვარე ქალაქი და ჩემ ძმა და მეგობარმა აი აქედან აწერია ჭიათურა. ჭიათურა. ჩემმა მეგობარმა ჭიათურელმა კაცმა ამირან ცერცბაძემ შეგნა ეს სასმისი და ამ სასმისის ისწრება, რა ვიცი, ძმობის, მეგობრობის, ჩვენი ქალაქის და რა ვიცი. რა საიდან ასხავ აქ? სხვათა შორის ბევრია გავლილი ისე. აქედან ასხავ? აქედანვე ასხავ და აქედან სვა. აქედანვე სვა. რამდენი ჩადის? სამჭიქიანია რა მეგობრებო. არა, მართლა. სამჭიქია ჩადის. სამჭიქა დიდები. ოღონდ საშუალო სამჭიქა რა. რა არის სასმისი? აი იცი, უცეფუნა თქვა, სადღიძა ასე მოკლე ლექსად თუ იტყვით, მე მანქანა იხჭობა, მე შენ რაღაცა ლექსათი მაგრად გაარტყი და კიდე ხო არ გვეტყვი რამეს? რამეს? ექსპრო. ავის ახლა ნიკა და ჩვენ რო შევხვდით. რატო გინა რომ გადავყარო უკან? წამოდი აქ. გავთავდი ყოველწევადი წინ. პირველად როცა შევხვდით მე და ნიკა ერთმანეთს კორძილში მეგობრულად რაღაცნაირად ხელი ჩამოვართვით, გავიცანით ერთმანეთი და ესე დავდგები და იყავი ეს. ძმაკაცობა, მეგობრობა, ეს ხომ დიდი ნიჭია, ჩვენი ძმა და მეგობარი ნიკა შიტოვიჩია და ახლა შენ დაიჭირე და ჩვენზე მისდი რაღაც ფანტაზია. ყველანი ერთად შევყრილვართ, მოძმე თუ ბიძაშვილია, ჩვენი საყამო წამყვანი პატა გულიაშვილია. ეს მოდგომა იგავარაკი. ვარახი. აგრია იმელები შვილზე რომ თავდება ვერა მაინც. იმაზე იცის. მოკლედ მე შემიძლია სამტრედიაში რომ ჩავალ. სამტრედიაში ესე დავლიო, ჭიათურაში თუ ჩა იქით გადის. აქედან იქით გადის. ეს ერთად სამტრედია ჭიათურაზე მოძრაობს. კი ბატონო, კარგი, შენი პროზა და კაი კაცობა ვიცი, გინდა და კიდე ლექსი. ბიჭებს არ მინდა ეწყინოს და მიდი, აჰა, დაიჭეგენაცვალე. აი ამ ბიჭებს რომ უყურებთ, ყველა ჩემი ძმებია. აბა, ტაში დაუკარით, უკრავს ქსოვრელებია. შეგერე. შირაცხალო მეთამა და მომეც ნაცნობი არის სამტრედიელია თუ აქვს? ჩემი გოგია შეგერე. სამტრედიის სიამაყე. გენაცვალეთ. ხო არ ჭირდება კიდე ცოტა ხანი. არა, დავდო. თავარი ამბავი მაინც შენ შემოქმედებაში არის სიმღერა. ე ბატონო. სამტრედიაზე უნდა იგერო. სამტრედიაში მოღვაწეობ უკვე აი ჩემ სფეროში 30 წელია. პატარაც არ არის. არა, როგორ გეკადრე? 30 წელი პატარა არ არის და რას გვიმღერებ და არა ხართ მარტო ჩამობძანებული. მოწესრიგებული სამტრედიელი ადამიანი. სიმღერა არის თუ არა კეიფი რაზე შეიძლება ხა სიმღერა იყოს. და სიმღერის სახელი კეიფის დროა. თქვენთვის კი, მაგრამ ჩვენ ორი გადაცემა კიდე მოწაწელი. ნუ გუგა მეტყობა შეცვალა სტილი, ძირითადად სულ გლობალურ დათმობაზე მღეროდ ამდენი ხანი, მაგრამ უკვე ჩასვა კეიფსეც სიმღერა. რომელიც შეიქმნა ჩვენმა უნიჭიერესმა გიორგი შალვაშვილმა. დაკრძალვაზე.
დაგვიწერა ტექსტი და ჩავწერეთ ჩემს მეგობართან ხვიჩა ხარაიშვილთან და ნახოთ როგორ რაგვართან უკაცრავად? ხვიჩა ხარაიშვილთან. ჩვენ ერთი ხარაიშვილი ყავს აქ. ენაცვალეთ. მეგონა გია ხარაიშვილი რაღაცა არანჟირებაზე გადავიდა და ია ხანდახან არ არის სამსახურში თუ ვერ ასაკეთებს სიმღერების არანჟირებას. კარგი, არაჩვეულებრივი ბიჭებთან ერთად ხართ მობრძანებული და ვინ არიან რომ წარმოგვიდგინოთ? მოცეკვავები რო არიან? მოცეკვავები ჩემი ბიჭები და ჩემი მეგობრები არის აქ, ჩემი თაზო ფრიდონაშვილი და ჩემი ხვიჩა ხარაიშვილი. ასე რომ ბატონი ხვიჩაც აგდანდება. ანუ მეგობრებო, ჩვენ სტუდიაში ორი ხარაიშვილი ყავს. კარგი. აგერ ასპარეზი ჩემო კარგო ღმერთმა წარმატება და ყველას ვისაც შეძლების დაგვარად ქართველები ვართ, ჩემო ნიკოლოზ და იმდენი ჭერი ხალხი ყავს რომ ყველას ერთდროულად ვერ უღებთ კარებს, მაგრამ აუცილებლად ყველას შევეცდებით რომ ჩვენს გადაცემიდან რაღაცა დაგიწყოთ. რაზეც ხელი მიგვიწვდება. ასე რომ გია ჩვენი გადაცემის კარგი. წარმატებები. დიდი მადლობა. აბა, ისე. საუკუნის სიმღერა ჩიტოვიჩ ხო? აბა რა ხელოგზე ვლღდა. ოგორავდი. მიუხედავად იმისა, რომ გავრაზებული ვარ და თავძლი ვიკაებ, რომ აქა ზოგი ერთებსა. არ დევერიო. მაინც აიგრე მხიარად და კოხტად მეგესალმებით. გამარჯობა ხალხო. მე გიარო გავრაზებული, მაგრამ აი გამარჯობა ხალხო, მაგრამ ახლა შევშვოდე უცბად. რაშია საქმე, ზამე რაც ხა მოხდა და არ ვიცი მე, ვინ გადავწყვეტ, ვინ შევაწყვეტ. კარგი, გეტყვი, დაიცია, ჩამიგდე ვინ ავაფეთ. კარგი, მარც მაგარი არა ვარ. მარო! მოდი აქა, ვითომ არ ესმის. მარო! მე? ხო, რა იყო, რა გაყიდეს, კაცო? მაყვი. დაჯერია, სამწანდი. რა? დაჯე. აჰა, დავჯექიო. ეხლა პირდაპირ თქვი. ჯო 10 ივლისს რო ვირების საერთაშორისო დღე იყო. არ უნდა შეგეხსენებინა. ეგ უნდა გამამჩნეოდა მე. და დამკალით ყოველ მაგაცვად შემისიგდილი. რა ბურბანელი გამომიტოვები ხედავ. მე? აბა, ეგ მე კი არ ვიცოდი და რანაირად უნდა შემეხსენებინა, ჯო? არ იცოდი არა ის აგიდე. ნიხო, ეხლა გილოცა ვიგე? მე რას მილოცა? ხარო, შენ ხო არ გაიგიზდი? მე კი არა, გადი ეხლა და ჩემ მერცხალა შოკოლადები გაუტანე. ბალიში ქვეშ რო გამოგონე. არ მინდა ეხლა ეს კონკურენცია და ისა გაუტანე. დაიცა, კაცო, დაიცა, რა გაყვინებს, რა შოკოლადები გაუტანო? რა და ეგე დაბადების დღეზე რომ ნანურამ ბამბან ერკა მოგიტანა ეგა. რას ამბობ, ბიჭო, ეგა ლიქიორიანია და არ დათვრე ეგ ბეთური. ეგ დათვალე, ჯოდაია. ვირების დღე თუ უნდა დათვრეს, აბა რა არ ეკუთვნის. ჯო, ეკუთვნის, როგორ არ ეკუთვნის? ისე კი უნდა მივხვდარიყავი მაგ დღეს ამ მთელი სოფლი ვირები რომ აყროყიდნენ და ერთი ამბავი გაუდიოდათ მაგათა და კოლასა კიდე. ისა, კოლას აღნიშნავ ვირების დღე. მარა სიზამდა, ვისე ნაკლები ვირია ეგა. ხო და კოლას ეჩხუბე მე, კაცო, ჩემგან რა გაგინდა, ვერ გავიგე? შენც გეჩხუბები და იმასაც. ეხი არ მეზარება. ვიდი ეხლა ჩიტოვიჩ გადადი რამე იქ თემაზე რა, მიმოხილვაზე. არა მაგა. გაუტი ეხლა შენა ბამბან ერკა მიუტანე მეთქი გეუნები. როგორი ადგილი თავისუფლდება ხოლმე, გონია რომ დედა მოვა. კავკასიონის იქითა ძიხარ. აღაგვა ხონი ხარ. ალადეც ბიჭო. აი, დევიზებს ამია, მე გეტახვები, სულ მაროს ხარეს, ხოვია გეტახვები ახლა შენ. მაგარი გადასარევი ამავი უნდა გითხრა და არ შეგშურდეს გეუნებაში. ვიდი კაცო, შენა თქვი და მე რას ვიზარ, ეგ მე ვიცი, ვიდი? მე ვზადეთ. მე ვზადეთ ყურები გქონდა ცეტერივით, ახლა რასაც იტყვი გეიგონეთ სულ. ისე 26
26 იulis აგერა სულ მალე ქერჯოლაში ჩემ სამშობლოში და მამულში და ჩემი ეზოს ბოლოსზე გასტროლებზე ჩამოდის ბონიემი ის არის ერთი კაცი რა დახტისიკა და სამი ხალი რომ მღერის არა მაგარია გიც ბავო და თან ღიაციშკოს გეიმერთება ეს კონცერტი შეხარჩეი ბატონი და შეიძლება ჯო რა გიხარია შენ აი ბონიემი ჩადის თერჯოლაში და შენა ჩასვლა არ გინდა ბიჭო ბონიემი უნდა გაჯობოს მაგ კონცერტზე გიჩავალ ზამია მანამდე რო ჩავსულიყავი კოლია შვაგირაის რეალისტს უნებესი და მაგა ჩავალ ახლა ბონიემს ოჩახ თქვენა რა ოჩახ და თელავში რაო რაც არ ჩამოვდივარ თუ რა საბოვენ ეგ ბონიემები რაშია საქმე შემოზამია თუ იცი ბონიემი ახლა რო გადავავლო თვალი სტრუქტურულად უბრო იმერეთს უხდება და თელავის უბრო ის რა ქვია იმას ჯენიფერ ლოპესი თუნდა რა ჩუდიანი ასა ვიო ხოჩი არია დაორკვე მე მაგამებსა ჯენიფერასთანა მანამდე კიდე აგე თელავში რა ამბებია უყურე შენა მაგასაც გეტყვი თელავში 19 წლამდე გოგონათა ხელბურთის ევროპის ჩემპიონატს რომ მასპინძლობს იცი ეგა შენ თუ არ იცი რას მელაპარაკე სადე ხალა ეგლე მოხუცი ბონიემელები და 19 წლის ეგეთი ამოდენა ისა ევროპის 19 წლამდელთა გოგონების სპორტული ტანებით კი ჩამოვლენ აქე და აქანა ზამია კაია მაგ მარა აქიდან რაბერწაველი მოპუტკუნებულები ნახები ეგლა ეგრეა ეგლა გოგოებო დროზე მასარი თამაში სანამ ფორმაში ხარ და ეგე თორე მწვადისა და ყაორმის ჭამის მემრე გაგიჭირდებათ კი ბატონო სწორს ამბობს თან ევროპიდან რო ჩამოვლენ 19 წლამდელთა გოგოები აქედან დახვდებიან 20 წლამდელთა ასაკის კახელი კაიტალიკი ბიჭები და შეიძლება კაცი გავთხოვდეს ნოგიაკანა და კორცელი და მაგარია ძრო ხელბურთელი ცოლი ეგანი ლეიბებს დაბერტყამენ იგრე იმით დავატირე მართლა აი რო გადაკიდე შემოკრო გადემტყვილისა კი მარა თან მაგერი ცოტა ტყუით იყვნენ მაგ ბიჭები გეუნები ვეშენ მაგეს არადინო პოლიზურზე თვარი მარტოლებს კი არ ურტყო ეგეც მართალია ჭკვიანი კაცი ხარ გამოცდილი რო ხარ როგორ გეთხოვა ტემპერატურა რომ მორჩება ხوارშავასიო თატმი ბაღებს უცებ გამოიკრეფამენ ეგენი გაიგე მაგი კი მარა გურჯანელებს რა უთქვიათ იცი რო აქეთ არ გადმოგივარდეთ ბურთით და გიჭრით ხელ მაგას და ვარცხელი ეგენი ევროპასთან რა ძირითადად ეგრეა გურჯანზე დათამზე გამახსენდა ვიო დედავი რა იყო ვიო ის კაცო ის ამბავი პულივიზატორი დღებავენო ატმევსაო და ისაღიდიენო ვითამ წიფიაო შეწყვეტი მაგრამ აი ვიხუმრეო კაცო ვიხუმრეო მემრე უთქვამს ეგეთი ხუმრობები იციან მაგათ მაგარ აი სხვა რამის ხუმრობობდი აქამდე ვიხუმრაო რა არ ვიცი ზავია აი ხურათურას გაგრავე მარა იმის თანაფერზე ნასვატამი აჯერილი ყავდა მანქანის შიტოკი უნდა შევაღებიო მაგაზე აჯერ გავაღებიო ვერ დავაჟირე ის არა მგონია მართალი იყოს კაცო აბა ეხლა გურჯანელი რო ატავ შეიღებამს ეგა იგივეა ქუთაისებმა რომ მაკარონიანი ხაჭაპური გააკეთე მარა მართალი ხო მარა მე რა ვერ გევიგე ზავია და რა იცი შენ ახლა აი მაკიაჟიან და ჩაკრას კულქავს ტუჩებში აკოცებ რამე რო იყო სიძახი ხალა შენ ამოდენ ახალში არ გაიგო თან იმანა კოცი ეგრე ასვაგეთი მე შეოიახაჟერებულო შეღებილი ტუჩების კოცდა თუ შეგიძლია შეღებილა თავს რა უჭირს ვითავრო ჩაკბიჭა ეხლა როგორ ეხლა იცი ეგა საქმე რო მე იცი ეხლა კანის მეორე έψელაპარაკობთ აქ თქვენა ჰა ფერი მე მეძინა მეძინა ბიჭო დაკრას კული ხალის კოცნა თუ გინა მაშ რა გადამიგდე იმ დღეს ის პამადა ბიჭო გამამწვევი იყო თან აბა და მემრე შეთვის ვიყავი გამამწვევი სვისტი ხო არა
მოიტანაში თავი დაბანები და შემდეგი ამბავი წაიკითხე თუ გინდა ბევრს უნდა იპარაკო ფაქ არა მამიდომა ეხლა ჩაკარას გული ტუჩები და ეფესაც არ წავიდი. ერუმარილები ია ძმაკაცი აქ აყავდა ამან წაიკითხოთ. მიდია რაო ბიჭო? რა ესერია 24 წლის ნიგერიელი ფეხბურთელი შოლა ოლუკოიაი დასწრებულს. ტიბულის მეშახტიდან კარიერის შოხატაურის ბახმაროში გააგრძელებსო. დამენები თავი თინტიმე მაგითა რა გამეგება მეტამე. აი შოკოლადები გოუდანი გადაგრუდი სხვა გესმის ვირი ჩავსი მას. კვილები მარტე. რაიო ვიო რა თქვა ეს შემადაია? რაი შოლა ვიო. შოლა ჯვენი. თუ გადავიდა ტყიბულიდან ამასელს ბახმაროზია ლიგა. ვინ არის ვინ შოლა ეთიკა მაგებინეთ და ვაღალი ალაფერი შენ არის ფეხბურთის აზია რა ხარა. რაღაცა მესი ვიცი რონალდო ვიცი კუკურელიაც კი ვიცი მაგრამ შოლა ოლოკუა არ ვიცი საიდანაა რაო ნიგერიიდან ვიო. ოკაი მეგურდელია ნეტავითოვე რა ხდება ვიო კაი იქნება აპა რა იქნება ზავია აფრიკაში ლობია ლეოპარდი რო გამეგეგიდება და იმას გაფუასწრე. ტრიბუნა დაღდიხა ო აგე კიდე რა წერია როგორ მოგწონს ვაქაუროვაო შოლა თქვენ უკითხა რა შოლა ჯვენ შოლაი უთქვა მართლა მაგარი ქვეყანა გქონიათო ინგლისელებო მეხლა მე მამაჭერი თავი თუ გინდა მაგაი გონია დღემდე რომ პრემიერ ლიგაში თამაში ჩატერა მიდის ბიჭო ჩატერა ბიჭო ეთი მიხომ რო არავინ არ შემოუშაო ვიცი ხო რა მოხდა მე რა უცხო ხო არა ვარ შემოუცხო ეხლა შეცა ეგე შოლანა თესავი მოიდა დაჯი გაუმარჯოს ბიჭებს შენ არ მითხარი გადმოდი საღამოზე და აგვისტოში დასვენების ამები დაბეჭდები მერე ჩაწერა არ უნდა მაცადო იბიჯო შენც რო ეტახმები მაგა არ უნდა მაცადო მაგაში მართალი რა ბიძმაო ქალები ერთი ძახია კაცები მეორესა როგორ აქვს სადაკვირად ეგა სულ ერთად უნდა გადავწყვიტოთ თემა ჩვენ მოუბარნა ხო მოდი და დაუძახო ყველას ამაში რა მიდი და დაუძახე და გადავწყვიტოთ დაიცა მოგე მარო ნანუ უბრალოდია მოკლედ ხარასპას ბაკი იგი დაგავიდა იერონი ეგენი მოყურადებულები იყო რა დავიხარ ჯგროდ ვიღარ შამაიყვანე მიდი შამარო ახსენ ნურდული შამოიდი ო შამოუში მიდი ოდი შენ როება იგები დლუმა ზაგადა გამიწი ეს რატები აკეთი ამოწიე შამო თქვენ შუბელ წაღლებო თქვენა მარო საჭველი რამე ვახშამი ხომსადა არ არის აბა დავიდა მაშინ მაგიდედაც რა უნდა დავაყენე ზვაზე წამიყვანე რა იქნება კოლაო მეც ხომ მინდა კარგი რუჯი და შეზოლონზე წოლაო ზღვაზე ბევრი წყალი არის სანაპიროს მიგევი მზე ქვიშა და პალმებია აჰა ხო მოგიღები ნა 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 სიყვარულის პიკში ვარ გემზე უკან დაგიდგები ვითომ ტიტანიკში ვარ ბიჭმა გემი მამინდომა იქნებსადო ჯერ ტივით ხომ ხარ ღირსი შუა ზღვაში რომ ჩაგუდო ჯეკივით ნა 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 ორჯერ ვენახში მეწოდა ერთხელ ათმიკრეფაზე დასასვენებად დაგინა ნუ აკვების ხაცაო შენ რომ თლიანად ჩახვიდე ამას რომ ზღვაცაო ნა 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 ნა
ყუთია მთავარი ვარიკებში გევერევი როგორც ფერმის მამალი ახლა კი სტუდიაში გვინდა მოვიწვიოთ უმაგრესი გოგო ნიკოლოს ხო მეტახ აბსოლუტურად ჩვენი კოლეგა და რა თქმა უნდა მეგობარი ყველა აბსოლუტურად ყველა გადაცემის წამყვანი რუსთავი 2-ზე პალატას და ნიკას შოუს გარდა თიკა ფაცაცია სულეს იყო დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე რომ თუ იქ ამთავრებ ჩემს სტუმრობას და მე არ ვარ თანახმე მე დავიშვა. შეგენაცვალე მაშინ. ხოთ მიმას. ალბათ ჩვენმა მაყურებელმა შეამჩნიაო რომ მე მყისვე დავჯექი ჩემი სიმაღლიდან გამომდინარე. იმიტომ რომ დავჯდარი ჩემზე მაღალი ხარ და ვიქნები აქეთ ჩემთვის მე. ნიკა ჯიუტობდა თუ შეატყო. აბა აი ხედავ. არა მე მაინც იმერელი რო ნიკას ქონდა ესეთი მოძრაობები. რომ მაღალი მე გამოჩნდა. მაინც იმერელი რო კიდევ ერთხელ დავაფიქსირე როგორი მაღალია თიკა. ხაზი გაუსვი. ხაზი გაუსვი. ხაზი გავლებულია. ღმერთო ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ ასეთ შეუხედავებს გვაღვიქს ერთი აკენოსივით ადამიანი იქნება ვინმე გადმორთოს მადლობა არაჩვეულებრივად გამოიყურება კაცების განდები აპლოდისმენტები ნიკას კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები ესეც იმიტომ თქვი ჩემო ნიკოლოზო თავად ვერ დაიწყებდა ჩვენ გამომდინარე და აი აუცილებლობისთვის ვათქმევინე გინდოდა თუ კომპლიმენტ თავიდან შემოვალ სცენარი არ ვიცოდი არა ეს დაწყებაც ასეთი იყო დამთავრება გვექნება კიდე ასეთი რა დაახლოებით სხვათა შორის სიკა ზეგან ხუმრობით კითხვა ნახევრად ხუმრობით პაატამ ის ამბავი რომ ნიკას და პაატას და ნიკას შოუს გარდა თითქმის ყველა გადაცემა მაგრამ ჩემი სახელობის შოუ არ არსებობს ასე რომ თქვენ მიიღეთ კომპლიმენტები ნიკას შოუ არ არსებობს მიყავს ისეთი აქტიური ხარ ყველგან რომ ყველა შენი სახელობის არის რა ვქნა მოუსვენარი გოგო ვარ ისეთი ექიმების გარემოცვაში ხარ ასევე ძალიან ბევრ არხებზე ასეთი გაძინა რაც არ უნდა პროფესიონალი ლაპარაკობდეს მაინც შენ გიჯერებ ყველაფერს ჩაულებრივად მე ანუ თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ შენ ხარ რუსთავი 2-ის წამყვანი წამყვანი სხვათა შორის ერთხელ მე თვითონ ვიყავი ანალიზე მისული დილის 10:30-ია და დედა 2 ბავშვით მომადგა და ჩვენო თქვენთან ვარ ჩაწერილებიო და ვიფიქრე ალბათ გადაცემაში მოდიან ჩაწერაზე თქო ვერ მივხვდი და უი მეთქი რომელ გადაცემაში მოდიხარ თქო არაო თქვენთან როგორც პედიატრთანო ბავშვები ჩამეხუტენ ფეხებზე ერთი ფეხზე მეორე ფეხზე მე ვთხარი მე მგონი აქ აგერიათ მე ექიმების გადაცემის წამყვანი ვარ მე თვითონ ექიმობა ჯერ არ შემითავსებია თქო მაგრამ ცოდნა მაქვს მე მომწონს მაგალითად სადმე ექიმთან რომ დიხარ და თიკა რომ შენთან ვინ არის როგორ მოიხედავ მოდი ვთქვათ რომ თქვენ ხართ წამყვანი რეიტინგის მქონე გადაცემა ჩვენა თიკა ერთი კითხვა ამისთვის გვინდოდა რომ მოსული დიახ აი ეს ნაწილი ჩამიგდეს სცენარის ეგენაცვალე როგორც შენი შემოსვლა და კომპლიმენტები იყო ესე ჩაისმება რამოდენიმეჯერ ამ გადაცემას რა მაინტერესებს ოღონდ მან ძალიან ბევრი ის აქვია ექიმები შუადღე თუ თავის მეგა შოუებით დამთავრებული დილა მშვიდობისას დილა შუადღე ექიმები მეგა შოუ ტელევიზორ როდის გძინავს ერთი გაფიცებ ყველაფერს სხვათა შორის ერთ-ერთ გადაცემაზე რო ვერ მოვედი გემახსოვრებათ ბატონო და რატო ვერ მოვედი პატარა შეეძინა წუხადელი ღამენათევი არისო და შუადღისით წამეძინა არა მე რა და როცა დილა მაქვს რომ ვიღვიძებ ამ შუადღეს ვერ ხვდები რა დღეა რომელი საათია
სადღაც მეჩქარება გძნობ და სად მივდივარ ეს არის რაღაცა საოცარი მე მგონია შენ რო გძინავ სარეკლამო გაჭრების დროს ხო და მინდა ვთხოვო რომ ცოტა გაზარდეთ ის რეკლამები იქნება წაიძინოს ადამიანმა არა სხვათა შორის რეკლამაზე საერთოდაც არ მძინავს აი მძინავს მაშინ როცა არის საშუალება მე მივხვდი ერთ რაღაცას რომ ჩემი საქმიანობა იმხელა სიამოვნებას ბედნიერებას მანიჭებს რომ როგორც კი ჩაირთვება ეს შუქები რაღაცა პირდაპირ ხვდები გამწყინებული და ალბათ ეს არის მთავარი საიდუმლო თორე რა თქმა უნდა პრობლემა რაღაცა არასასიამოვნო რაღაცები ბუნებრივია ყველა ადამიანის თავს ხდება ხოლმე და მაგრამ მე არ ვაძლევ ჩემ თავს იმის უფლებას რომ ეს მივიდეს მაყურებელთან და იმდენად მჯერა მე ამის რომ კარხასიაძე ვარ ახლა ამ მომენტში და თუ მართლა ვარ უკვე ვეღარ ხვდები ხოლმე ვეღარ გავიგერო აი ეს მე აბსოლუტურად გეთანხმები სულ ამობ ხოლმე რომ ახლა ჩვენ პირადად აი თუნდაც ჩვენ სამივე იმ პოზიტიური როცა ხარ ადამიანი ხო ახლა ყველას გვაქვს ყოფითი პრობლემა მაგრამ ადამიანს რო უყურე თვითონ რო გაღიმებული ხდება შენც კიდეც რო გეღიმებოდეს გულში უნდა გავუღიმო მაინც და შენ რა მასწავლე იმ ერთი კაი ბძენი კაცივით თუ პრობლემას ეშველება რატო ნერვიულობ და თუ არ ეშველება ხო საერთოდ არ უნდა ვინერვიულო ხედა აი ეს კიდე ერთი არის კიდე დილით ადრე ადგომა არის ეთყობა კარგი ანუ ვერ გეტყვი ხა მე მაგალითად დილით ადგომა ისე მიჭირს ვაფშე არ ვიძირებ იმ საღამოს რომ უნდა ავდე ზია ბიოლოგიური ის არის ეთყობა შენი ეს რომ არა ხარ დილის ადამიანი მე მაინტერესებდა დავიწყი რა მიუხედავად იმისა რომ კახელი ვარ შევეცადე რომ ეშმაკურად დამეწყო რომ შენი ახალი სიმღერა ასეთი სათაურია ბედნიერების მჯერა და კიდევაც აი გაამართლა და ახსენე რომ იმდენად ბედნიერებას მანიჭებს და ჩვენი გადაცემა იუმორისტული არის, მაგრამ ჩვენ ძალიან ისეთი სევდიანი ხალხი ვართ, კაცო და ესე გულზე მოგხვდა. ესე არ არის, აი ნაკე როგორ იცრემლება უკვე. ცალი თვალი. უკვე მოვჭი. რამე დაუყარი ბიჭებო ისეთი. კარგი, მითხარი, რამდენი რაღაც შეიძლება ამდენი წლების მანძილზე გადაგხდენო და პირდაპირ ეთერში რა შეიძლება რამე გაიხსენო ისეთი უხერხული მდგომარეობა ან რა ვიცი რაღაც ისეთი არაფერი სულ ყველაფერს აჩემოთ ვაბრუნებ ხოლმე არაფერი ისეთი არ ყოფილა ხრაზე ჩემილია მოგიყვეთ სულ მიჭირს ხოლმე ეგეთი რაღაცების გახსენება რა აი ჩემი ბედნიერების სათავე რაშია იცი რომ რაღაცები რაც შეიძლება უსიამოვნო ყოფილიყო ამას ხელვა გამო ყველაფერი მავიწყდება მოკლე მეხსიერება მაკუთხით და ამიტომ სულ კაი რაღაცებს ვეჭიდები ხოლმე და ისინი არ მახსოვს რაც შეიძლება უხერხული ყოფილიყო ან რაღაცნაირი ხო და ამიტომ მოსაყოლით ხება ჟორის მე გეთანხმები შენ ბაბუაჩემ 86 წელს გარდაიცვალა და ცოცხალი უკდარი არ მახსოვს ხან მოვისწრება და უძახი ხოლმე სახში ბაბუას ადახარ არ გამოდის ვაი თუ გამოგხედა აი მიყო ბევრი გადაცემა რომ ყველა გადაცემა თითქმის ყველა გადაცემა აჩიკო სოლოღაშვილთან ერთად მიყავდა ეხა არჩილი რო არ ვახსენოთ არ გამოვა და მოგვიტევოს რომ დღეს მოგვიწია დაშორება თუმცა ჩემო არჩილ ისევ და ისევ მის შემოქმედებას რომლისთვისაც დღემდე ვერ დამიჯერებია როდის ძილზე თავი დავანებოთ სად გადაიღე როდის გადაიღე როდის მოახერხე არ ვიცი აი ამ ყველაზე რთულ გრაფიკში ჩავსვით ეს გადაღებები თან წარმოვიდგინე უნდა დაგვემთხვე კარგი ამინდიც კი ბატონო და რამდენი ხანი იყო ეს წვიმების პერიოდი ხო გახსოვთ თან ეს ყოველას უნდა ქონოდა ეს რამდენიმე დღე რომ წავსულიყავით გადაღებ ჯგუფსაც და არჩილსაც და მეც და ჩემ ძმისშვილსაც და მოკლედ კოსტიუმიც უნდა კოსტიუმს ველოდებოდი აი კოსტიუმი დამთავრდა ზუსტად სადღაც დღის 3 საათზე და არა და მინდოდა დილიდან გასვლა დღის 3 საათზე დამთავრდა ძლივ ჩავასწარით გზაში უყურებდი მზის ჩასვლას და ვრეკავდი რომ ჩქარა ესეთი მზის ჩასვლა გვინდა ხვალაც თქო რაღაცნაირად დაიჭირეთ ახლა ეს მომენტი რომ რომელ საათზეა ზუსტად ეს მზის ჩასვლა რომ ჩვენც შევძლოთ ამის გადაღება თქო და მოკლედ რაღაცნაირად ერთ დღეში გადავიღეთ ჩვენ ეს ვიდეო რგოლი და ზუსტად საქართველოს ხმა გადიოდა თან მაშინ
და რუსაც ხო რა თქმა უნდა ყოველ სამშაბათს აქ ვიყავით უკვე პირდაპირ ეთერები იყო დაწყებული და რუსა ელოდებოდა ამას დიდი გულის ფანცქალით და წინა სამშაბათს რომ მითხრა რა შვებიო და მე ვთხარი ვშვებით ხო კი ყველა და მეორე სამშაბათს რომ მოვიდა და გამომხე და მე ვთხარი კენით ხო ოღონ სანამ არ დასრულდა საბოლოოდ არ ვანახე და იქ ყველასთან ერთად იხილა რუსამაც პირველობა და ისევ ნერვიულობდი იმიტომ რომ ერთი რომ რაღაცას ისე აკეთებ ჩუმად კონსპირაციულად რომ ვერან ვერ გაიგოს და მეორე ის იმ ადამიანებს უნდა აჩვენონ ვისი პროდუქტიც ამაში ძალიან დიდ როლს თამაშობს და ბოლოს უკვე რომ მივედი ამ პრემიერაზე არც ვიცოდი რა ემოცია უნდა მქონოდა იმიტომ რომ ერთ-ერთი რასაც შენ აკეთებ და შენ იცი და წარმოგიდგენი და მეორეა ხალხი როგორ აღიქვავს ამ ყველაფერს და ძალიან დაემთხვა და ეს იყო ჩემი ბედნიერების ალბათ მწვერვალი რომ ვთქვი რომ დაემთხვა ჩემი ჩადებული რაღაცა ყველაფერი ის ატმოსფეროაც ტრიალებს სიმღერაში და ამ საოცარ გაოკესტებაში და უკვე ვიზუალური მხარე ძალიან შეიკრა მოკლედ და არჩილი ახსენე შენ და არჩილი იყო თავარი თვალი ასე ვიტყვი და თავარი იდეოლოგია ამ ყველაფრის უკან ვიდეოს გულისხმობ და შეუძლია მასეთი ამდენი შეუძლია ბევრი რამ და რაღაცნაირად მიმართლებს საუკეთესო ადამიანები არიან ხოლმე ჩემს გარშემო და რეჟისორი დავარქვათ ხო ასე რეჟისორი არის მახო ყიფშიძე თუმცა კრეატიული დირექტორი ამ ვიდეოსი არის არჩილი და იდეები სადაც თქვენ ხვდებით რომ ეს გოგონა არის ჩემი ბავშვობა არჩილის მოფიქრებულია ო ძალიან სენტიმენტ ძალიან ნიჭიერია საოცარ კარგი საყარ სენტიმენტებზე მისთვისაც ადებიუტო ბრავო არჩილ მადლობა ნამდვილად კარგი იყო ნამდვილად კარგია და რაღაც სენტიმენტებზე საუბრობდით ახლა თიკა ზოგადად სანამ ტელეწამყვანი გახდებოდა მანამდე მღეროდა კი ესე იყო ნამდვილად ხო და ასეთი რაღაც მოვიფიქრეთ ახლა რომ ჩვენმა მეგობრებმა რაღაც ტექსტი დაწერეს რომ მოგაწოდო და აგერ კიდევ ჩვენ მეგობრებთან ერთად რომ შორელებთან გიმღერიათ შეგვისრულო არა მგონია აი სად გავარტყით დებიუტი ფაცაცია და დებიუტზე გვაქვს აბა ეგენაცვალე გეუბნები დღეს საერთაშორისო დებიუტის დღე ხო არ არის არა დღეს ყოფილა გველების დღე საერთაშორისო გველების რას მელაპარაკე გველი ბდენიაო და გველი მკურნალიაო კი ბატონო გველი კარგი ეს აი ექიმებშია გაგებული ექიმე აბა რა თიკა დღეს ხო გეძინა მოასწარე დღეს მეძინა კი მოასწარე ანუ თამამად შემიძლია თქვა რომ უცბად აითვისებ ყველაფერს ჩვენმა ანუ გამოძინებული უნდა ამ მდგომარეობა ამ სიმღერას ო შენ ძალიან ცნობილი სიმღერაა შენ მღეროდი ამ სიმღერას პაჩკა დოლარი ეს სიმღერა ამ სიმღერით მოვიდა ერთი ახალი წელი სხვათა შორის ო და მაგარი სიმღერაც არის რა აზია საუბარი აიტაცა მთელმა საქართველოს ჩვენ ცოტა ტექსტი შევცვალეთ რაღაცნაირად ჩვენ საუბარს მოვარგეთ და მოდი სანამ შენი ასე ვთქვათ არა ვიდეო და სასიმღერო პრემიერა შესრულდება შენი სიმღერის რომელსაც ბედნიერების მჯერა ქვია მანამდე მაინც ჩვენი ფორმაიდან გამომდინარე ცოტა გაგვამხიარულებ იმედია კი ბატონო აბა ვნახოთ როგორი ამბები მაქვს მოსაყოლი ეურე ამ ყველაფერს იკეთეს და რა ნიჭიერი ყოფილა Chemo sakara twelo, mama lis chili hama degi
სიტყვაში გამომეხვიძა, თუ ცხადია ეს. ანუ წამთვლემია. ესე იგი, მადლობა ბიჭებო, მე მგონი რომ ეს ისეთი ამბავი მოხდა ეხლა აქ რომ შეიძლება დაგევათ. მეც უნდა დავშდე? მივხვდი რატომაც დაჩეკი. შეიძლება ის მაღალია იდგეს. დედა იყო მაღალი. დამძან თქვენ დამძან. არა, დააჭეკი დამძან. რატო ვერ მიეჩვიეს, რომ ესეთი განსაკუთრებული სიმაღლე? დიახ, რაღაცას ალბათ. კარგია. მე მგონი შეიძლება ჭკუაშის დაგიჟდეს და იყვარს ხემოდან გიყურებენ ხა? გაიგეთიკა, ჭკუაშის დაგიჟდეს შეიძლება და აი ბიჭებთან ერთად ერთი სიმღერაც გააკეთო. რატომაც არა. მე ვიცი რაც წერს, დამიჯერე. ეგრო წერს და იმიტომ ამდენი წელია. აი ამ სიმღერა დაიწყო ჩემი ამ ჟანრთან ურთიერთობა და მე არაერთი სიმღერა ჩვენთანაც ხო ვიმღერეთ. და მაგრები ყველა ერთმანეთზე უკეთესი. მოკლედ ჩემო ძვირფასებო, რატო შეკრიბეთ ჩვენ ტელევაყურებელს ვეუბნები ახლა რაშია საქმე. მოკლედ თიკას ეს მშვენიერი სიმღერა კლიპით ურთ უნდა ვნახოთ, რომლის სახელწოდებაც გახლავთ ბედნიერების ჯერა. თუ ვინმეს არ ჯერა, ვისაც ჯერა გვაცხადეთ. კი ბატონო, დიდი მადლობა პირიქით. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიდეო, რადგანაც ვიდეო პრემიერა უკვე გქონდა, მოდი რომ ამ ვერსიით ჩვენი გადაცემის ისტორიაში დარჩეს ეს. და აი ეს ჩვენი მინიატურული სცენა და სულ ბედნიერი იყო. არ მიმღერია ეს სიმღერა არსად ჯერ. პირველად ვიმღერებ ახლა. ესეც მე ვარ.